ამ ქალმა გადაწყვიტა თავისი სახლი მიგრანტებისთვის დაექირავებინა და შეგიძლიათ გამოიცნოთ რა მოხდა შემდეგ? არა. დავდებ თავს რომ ვერ გამოიცნობთ. დავდებ თავს რომ ვერც კი წარმოიდგენთ ამას თქვენს ყველაზე საშინელ კოშმარებშიც კი. საკუთარი გულის სიკეთით ბრიტანელმა ქალმა გადაწყვიტა რისკზე წასულიყო და თავისი ქონება მიგრანტებისთვის დაექირავებინა. ეს ადამიანები სულ ახლახან ჩამოვიდნენ გაერთიანებულ სამეფოში. არავინ აქირავებდა მათთვის, რადგან არ ჰქონდათ საჯარო ისტორია და ასე შემდეგ. არ ჰქონდათ დეპოზიტი და ასე შემდეგ. რაც იცით როგორი ვიყავი მე? მამბობდი, იცით რა? ისინი კარგად იქნებიან, ისინი მშვენიერები არიან, ისინი შრომის მოყარეები არიან, ისინი მოვლელებად მუშაობენ. უბრალოდ იყავი კარგი ადამიანი და მიიღე ისინი. მაგრამ სამწუხაროდ მისთვის მომლელებს, რომლელებს როგორც ჩანს, საკუთარი საცხოვრებელი პირობები ძალიან არ ადარდებდათ. სრულიად ახალი აბაზანა. გას ფიქრობ. ეს ტუალეტის გვერდითაა. გულისხმობ, რომ თუ მეტყოდი ეს აბაზანა 50 წლისაა და არავის მოუვლია, დაგიჯერებდი. რა ხდება საერთოდ? ეს როგორ მოხდა? როგორ აკეთებ ამას? როგორ? ეხლა მივხვდი რა არის ეს ყველაფერი კედელზე. ხო, წარმოიდგინე, როგორ უვლიან ისინი შენს ხანდაზმულ ნათესავებს. ეს სრულიად ახალი დივანი იყო. ვერც კი მოიფიქრებდი. ხო, ამ გონია გარანტია განავლის ლაქებს ფარავდეს. აი ამ მაცხენა კართან და ისინი პირდაპირ ესეთი ჭიქებიდან სვამდნენ. გარდა იმისა, რომ ეს ძალიან არაჰიგიენურია, შეგიძლია წარმოიდგინო, რომ ქირაობ ბინას და ისე არ გაღელვებს გარემო, რომ უბრალოდ ასე დატოვებ ყველაფერს იმ ადამიანისთვის, ვინც ეს ბინა მოგაქირავა. მართვა უბრალოდ ამ თავხედობას, ამ თავხედობის დონეს, რომ შეგიძლია მოხვიდე სხვის საკუთრებაში და ასე მოექცე, პირდაპირ როგორც ნაგავს, ჩემთვის წარმოუდგენელია. და თუ ასე ექცევიან იმ საკუთრებას, სადაც თავად უნდა იცხოვრონ, როგორ ფიქრობ, დანარჩენ საზოგადოებას როგორ მოექცევიან? არ ვიცი, მაგრამ მე არ დაუშვებდი ამას. ადამიანს, რომელიც ასე ცხოვრობს, ჩემს მოხუცებზე ზრუნვის უფლებას არ მივცემდი. უნდა შევატყობინო ეს სოციალური მომსახურების სამსახურს. უბრალოდ. არავის შევატყობინე, მაგრამ აშკარად ისიც ამის გამო ციხეში მოხვდებოდი. ტელევიზორის სადგამი დავდგი, რადგან აქ ნამდვილად არ არის ადგილი, სადაც ტელევიზორს დავდგამდი. ამიტომ საუკეთესო ადგილას დავდგი, რომ ვინმეს ტელევიზორის ყურება შეძლებოდა. ასე რომ უბრალოდ ტელევიზორი დაედგათ. აქ დედამოთხნული ტელევიზორი დავტოვე. გერებულება. მათ მისი ტელევიზორი მოიპარეს. მათ მოიპარეს, დააზიანეს მისი ქონება, მაგრამ რეალურად დააზიანეს. მათ დააზიანეს მისი სრულიად ახალი დივანი. ისინი ჭიქებს ისეთ მდგომარეობაში ტოვებენ, რომ გონია უბრალოდ უნდა გადააგდო. და მათ მისი ტელევიზორი მოიპარეს, მაგრამ მეგობრებო, ყველაფერი კიდევ უფრო უარესდება. კარგი ადამიანის ყოფნა ნამდვილად რთულდება. ამ წეული გარის მდგომარეობა. სადაც ჩემ ფილები? კარგი. ეს კარგი. გულისხმობ, საქმე იმაში კი არ არის, რომ უბრალოდ სადაც უნდათ, იქ ისაქმებენ, ან ძვირფას ნივთებს იღებენ. ისინი კედლებიდან შპალერს ხევენ და კედლიდან ფილებს აძრობენ. რა საჭიროა ეს? რომელ სამყაროში სჭირდება ვინმეს რამ, იქ სადაც ქირით ცხოვრობს, კედლიდან ფილები აძროს? აქ ავეჯი არც უნდა იყოს. ღმერთმა იცის, შეთანხმებულ რაოდენობაზე რამდენი მეტი ადამიანი ცხოვრობდა აქ. მე პატრონები ისეთი საშინლები არიან, არასდროს არაფერს არ ემონტებენ. გონია ეგ მე ვინმე მაცრობა? ასპიკლობ ბარბეკიუ. ეს შიგნით უნდა გამოვიყენოთ. ანუ შახომ არ გამოიყენებდი შიდა ბარბეკიუს ამისთვის. მართლა საერთოდ არ გამიგვირდებოდა. Barbecue სახში, თანაც შუა ზაფხულში. Ფანტასტიკური იდეა. აგი. ასე რომ ერთ დროს ახალი აბაზანა დამიყენეს. და უბრალოდ ძველი დატოვეს. დატომაც არა. ალბათ ეტყვიან რომ ქონება გაუმჯობესეს და ანგარიშ გაუგზავნიან. ის კარა და სუნელების სუნადღარს. ხო, უკვე ხვდები რა ტიპის ხალხი ცხოვრობს აქ. დეპოზიტი აიმოხს, ასე რომ ეს ყველაფერი ჩემი პრობლემაა. მართლა მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალო საყვარელო. ეს ყველაფერი სრულიად ახალი იყო. ეხლა ისინი ასე გამოიყურებიან. იმიტომ რომ იატაკი ძალიან გააფუჭეს და ეს კოჩი დააწებეს. ნახე. იმიტომ რომ ეს ბინა არსებობს, ან ის უფროსები არსებობენ, აღარ ვიცი, ვის დავაბრალო ამ ეტაპზე. მაგრამ რაც ყველაზე მეტად მაღიზიანებს ისაა, რომ აქ 3 ბავშვი ცხოვრობდა და ეს ფაქტი საშინლად მაღიზიანებს. ის რომ ისინი ასეთ სიბინძუეში ცხოვრობდნენ ბავშვებთან ერთად. თუ ოდესმე წაგიკითხავს, რეი.
იმ სახლში ბავშვები ცხოვრობდნენ ხალხო ჩბიჭო. სასტუმროების ბოროტად გამოყენება, სადაც მიგრანტებს ასახლებენ, შემდეგ კი იქ ჩვეულებრივი გადამხდელი კლიენტები ცხოვრობენ. ეს ძირითადად ყველა მათგანის ბედი ხდება. მაგრამ აშკარად, როცა თქვენი ერთ-ერთმა შვილმა ეს კარს მოაგლიჯა, უბრალოდ ისევ ხრახნით ამაგრებთ. ან ეგ უკვე მოქირანის პრობლემა აღარ არის. მაშინ რატომ დაიწუხოთ თავი? წლები ასე ჩამოკიდებულს ვიცხოვრებთ, ვიდრე უბრალოდ სახრახნისით მივამაგროთ. ასე რომ მან ეს ბინა მათ რამდენიმე წლის განმავლობაში გააქირავა, ისე რომ ერთხელაც არ ჩაუტარებია მეპატრონის ინსპექცია. ხო, დიდად ჭკვიანი არ არის, არა? აქ ქირავდი მისგან, 3 წელი აქ ქირავდი მისგან. ხო. ალბათ ასე. გონი აღიოს რომ მე თვეში 600 ფუნტს ვიღებ ამით. რადგან ეს სულიად ახალი იყო, ულამაზესი იყო. ეხლა წარმოიდგინე ეს განადგურებული ქონება და გაავრცელე მთელ ქვეყანაზე. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ჩვენ ვიწვევთ. შეგახსოვდეს, ისინი ვითომ მშრომელები არიან. ხო ესეა. ანუ აი ეს არის მთავარი, ის სულელია, ის სრული სულელია. ნუ იქნები სულელი და ნუ გააქირავებ შენს ქონებას ადამიანებზე, რომლებიც არ დააფასებენ მას, რომლებიც ვერ გადაიხდიან დეპოზიტს, უბრალოდ ნუ გააკეთებ ესეთ რაღაცებს. და ნუ გააქირავებ ბინას ისე რომ არასდროს შეამოთმო. ესეც სულელურია. მაგრამ ამავე დროს ეს ბინა უბრალოდ მეტაფორაა. იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს საზიზღარია, თუ ადამიანები მზად არიან ასე იცხოვრონ საკუთარ სახლში, როგორ მოექცევიან ისინი საზოგადოებას. და მე ერთ მინიშნებას მოგცა. სულაც არ გამოიყურება სახარბიელოდ. ის სულელია, რომ მათ სახლში შეუშვა, მაგრამ ვინც შემოდის, ისინი განადგურებაზე არიან მოსული. პირდაპირ იდეალური მეტაფორაა. მადლობა ამ საკითხზე თქვენი შეფასებისთვის.